ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნების უკან დახევას უკრაინის საკითხზე, რადგანაც ქართული ოცნება სივრცეში არანაირი პრინციპები არასდროს არ გააჩნდა, რაც ახლა არ გააჩნია და ხედავს რა იმას, რომ რუსეთი ვერ ახერხებს წარმატების მიღწევას, განსხვავებით იმ მოლოდინისგან, რაც ჰქონდა ივანიშვილს და ქართული ოცნების რეჟიმს, რომ კიევი ერთ კვირაში დაეცემოდა, ახლა რა თქმა უნდა, ქოციც კი ხედავს, რომ რუსეთი ვერ ახერხებს არსებითი ტაქტიკური ან სტრატეგიული წინსვლის მიღწევას და რა თქმა უნდა, შესაბამისად ქართული ოცნების უპრინციპო უსახო ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ახლა უკრაინაზე შედარებით უფრო შერბილებული პოზიცია ჰქონდეთ და ისიც კი გაახსენეთ, რომ თურმე საქართველოში ცხოვრობენ უკრაინელი ბავშვები, ვისაც დახმარება ჭირდება, თურმე უკრაინის დამოუკიდებლობის დღეც დგება ხოლმე წელიწადში ერთხელ და თურმე ანძად შეიძლება გაანათო უკრაინის დროშის ფერებში. ნაცვლად იმისა, რომ ლანძღო უკრაინა დაესხა მას თავს, უწოდა მას ომის პარტია და დაადანაშაულო უკრაინა იმ ომის დაწყებაში, რომელიც დაიწყო რუსეთმა, რასაც ჩადიოდნენ ქოცები მთელი ამ წლების განმავლობაში. ამიტომაც ეს არის კიდევ ერთი დაასტური, ძალიან მკაფიო მაგალითი იმისა, რომ ქოცს არ გააჩნია არავითარი როგორ ვთქვათ, პრინციპი, არავითარი იდეოლოგიური შეხედულება, არავითარი საკვანძო რაღაცა ღირებულებითი ღერძი, არამედ ის არის სამწუხაროდ რუსეთთან მიერთებული ნაცისტური უსახური რეჟიმი, რომელიც საკუთარი პერსონალური ტყავის გადაჭერის მიზნით აკეთებს ხოლმე ყველაფერს.